მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია პროექტს სოხუმური ბრეხალოგა. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება აღიარებული თანამედროვე ქართველი მხატვარი დავით ბაძაღუა, იგივე დავით გუა. მოგესალმებით ბატონო დავით, როგორ შეიძლება გავშიფროთ გუა? დავით გუა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რატომღაც ბოლო პერიოდი დავით გუა უფრო მოსწონს ჩემ თაყვანისმცემლებს, ვიდრე დავით ბაძაღუა. მე ბაძაღუას არასოდეს არ ვუარყოფის, მე ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ გუა ბევრს გონია ჰაერიდან მოტანილი. არა და ეს არის ჩემი გვარის ბაძაღუა, ინგლისურად იწერებოდა ბაძაგუა. მე უბრალოდ შევამცირე და გუა დავიტოვე ერთხელ უცხოეთში ყოფნისას პროდიუსერებმა მირჩიეს რაღაცა რთულიაო თქვენი გვარიო და იქნებო იფიქროთო. შემცირებაზეო და მართლა ვფიქრობდი 2-3 წელი და მე ისე კარგად დაემთხვა და აეწყო. მე რომ დავფიქრდი გუა არის გულის ფუძე. საიდან შეიძლება დავიწყოთ საუბარი როგორც შემდგარი მხატვარი? ეს ბავშვობიდან თუ უფრო სტუდენტი? გავიხსენებ ერთ საინტერესო ამბავს. 3 ბიძა ყავს გარდაცვლილი და ერთ-ერთი ხატავდა. და ჩვენ 2 სართულიან სახლში ზედა სართულზე ინახებოდა ფერადი კალმებით მისი ნახატები და რო აუდიოდი ზემოთ, აი პატარა რო იყო, სულ ათვალიერებდი ეს როგორ გააკეთა, ეს როგორ დახატა. ანუ პირველი ჩემში რაღაცა ინსპირაცია მოახდინა ამან. იყო მეორე შემთხვევა, მეზღვაური იყო ჩემი კარის მეზობელი რაული ბჟინავა, ჯარის მეზღვაური რა, საბჭოთა ჯარის და რო ჩამოვიდა, ალბომი ჩამოიტანა საბჭოთა ჯარში, ეს ალბომი, ეს თავარი სუვენირი იყო, ვინც ჩამოიტანდა და ვინც უფრო მაგარ გაფორმებულს და მხატვრები აფორმებდნენ, ვინც მსახურობდა ჯარში და ეხლა ბევრმა დაათვალიერა მეზობლებმა, ხო, ეს ალბომი, გემები, შეიარაღება, რაღაც თელი ამბები, ხო, ფოტოები, მაგრამ მე ვაკვირდებოდი ყოველ გადაფურცლისას იყო კალკის ფურცელი და იქ იყო დახატული ფერადი ფანქრებით ან კალმებით. დღემდე გემებს რომ ხატავ, არის ალბათ იქიდან ინსპირირებული. ეხლა მესამე შემთხვევა, მაკულატურის მოტანა გთხოვეს მე-5 კლასში ვიქნებით ალბათ. ჩვენთან ბუხარი იყო. გათბობა, ბუხრით თვებოდით რა ოთახში. ამ ბუხრის კუთხეში უყრიდით ამ მოტანილ ფურცლებს ხაღალდებს და ნუ დაყარეს ბავშვებმა და რომ ვზივარ ეხლა მერხთან. რაღაცა ნახატები გამოცვიდა, წაიქცა ეს მიწყობილი ისა ხაღალდები და წაიქცა და მე გადმოცვივდა და ფანქარში რაღაცა ნახატები და არავინ არ აქცევდა ყურადღებას და მე გაკვეთილზე მასწავლებელს არაფერი ვარ ვკითხე, ისე აუდიოქი დავიწყე აკრეფა. რეაქცია იყო ისეთი ეს მომენტი მახსოვს. ხო შეიძლება და ზარის მერე მივსულიყავი. არა, ანუ გავგიჟდი რაღაც ფანქრებში, იმიტომ რომ ოცნება იყო რომ დამენახა მე მუზეუმებში ნამყოფი არ ვიყავი ჯერ და ნახატები ბიძაჩემის და იმ ჯარისკაცის მოტანილის გარდა ნანახი არ მქონდა. ანუ ინტერესი იყო რომ მენახა. სამხატვრო აკადემიაზე საერთოდ საუბარი არ არის და აუკრიფე ესენი და რა ვნახე ფანქარში დახატული ეს ხელის მტევანი, ფეხის თითები. ეს თურმე სამხატვრო აკადემიისთვის ემზადებოდა ეს. ხო და ამ გოგოს მისი ძმის ამხელა ჩანახატები მაკულატურაში მოუტანია. როგორი ძვირფასები წარმოედგინეთ. და ეს აუკრიფე და სახში წავიღე და ესე ვინახავდი, სულ ათვალიერებ და იმან გამაგიჟა. всё. იმის მერე სახში სულ ხატავ და დედამ ეს ბავშვი სადმე უნდა შევიყვანოთო, არ ჩერდებაო და გალის სამხატვრო სკოლა აცხადებდა კონკურსს მისაღებს და იქ ჩავაბარე რეზო მიქაია იყო ჩვენი დირექტორი, ძალიან დიდი პიროვნება, მოქანდაკე და 5-ზე დავამთავრე ესა გალის სამხატვრო სკოლა. ნუ მე ჩვენ იქ ილია ბეკუას სახლ-მუზეუმში გამოფენებს ვაწყობდით, სოხუმში გალერეაში სამხატვრო სკოლა გამოფენებს აწყობდა, დავყავდით. ერთი სკოლინდელი ამბავი უნდა მოგიყვეთ, საინტერესო, კლასელი ყავდა კახა და 1 წლით უფროსი იყო ეს კახა ჩვენზე და ეთყობა მასში ცოტა ადრე მომწიფდა სიყვარული. ახალგაზრდა მასწავლებელი ყავდა. ანუ სტაჟირების მერე პირდაპირ ინიშნება, ძალიან შეუყვარდა. ესე იგი ჩვენ გვიყვებოდა, მაგრამ ჩვენ ვიცინოდით, მიყვარს ეს მასწავლებელი რაღაცა და ბიძამისთან მოუპარია თოფი ორლულიანი თავისი ატრიბუტებით, დანა, საფეთქებელები რაღაც ეს შეუხვევია თოკით კინოებში როგორც უნახია.
ხო და აი ეს დილით მოწყობილობა 7 საათზე მოუტანია და ბუხარი ხო იყო ჩვენთან კლასში. აი ბუხარში ზემოთ ჩადო ეს. და გაკვეთილი მიმდინარეობს ჩვეულებრივად. ამ მასწავლებლის გაკვეთილია თან წარმოიდგინე და ახდა რაღაცა ჩამოვარდა ბუხრიდან და დავინახეთ თოფი კაცო. გილზები ბუხარი არ არის დანთებული. ბუხარი არ არის დანთებული, ისეთი პერიოდია. და გავგიჟდით კაცო, ესე იგი თოფი რო ჩამოვარდა, მერე ჩანთა ჩამოვარდა, მერე გილზები და ეხლა ველოდებით ვიღაცა მონადირე ჩამოვარდება. კაცი კიდევ. ხო და გავიყინეთ რა, მასწავლებელიც უყურებს ეს რა ხდება და ეს კახა უცებ ახტა, მივარდა და უცებ მოკიდა ამ თოფს ხელი. თურმე ჩადებული ქონია გილზები შიგნით, ეს გადაიკიდა ყველაფერი კუთხეში დადგა და მასზე დააყენა ჩახმაღზე დააყენა და ეხლაო არ გაინზრეთ თორე ყველას გესვრით. გავგიჟდით ტერორისტი ყოლიათ ფაქტობრივად. ვიცინოთ თუ შეგვეშინდა სასაცილო ნამდვილად არ არის. ეხლა ჩვენ გვითხრა ყველამ გადითო და მასწავლებელი დარჩესო. აუ, საშველი არა, გავედით. არა, ბიჭები ხო იყავით ცოტა ესეთები რა, გოგოები გაიქცნენ რაღაც და ჩვენ მეორე ოთახში შევედით და აქედან ბუხარი რო იყო, იქიდანაც ბუხარი იყო და ან ჩვენ ბუხარს აგური ქონდა ისა მოტეხილი და ამოღებად შეიძლებოდა. ამოვიხეთ ეს აგური და უყურებთ. კუთხეში მიამწყლია მასწავლებელი ამ თოფით და პირდაპირ სახეზე და თან ეუბნება მაკოცნინეო. და ახლა წარმოიდგინე როგორი სცენაა, მასწავლებელი ხო არ გაგიჟდი, გაწიე რაღაცა, მაგრამ ამ თოფს ნულა ხო გძელი აქვს. ახლოს ვერ უშვებს. ახლა კისერს ჭიმავს. ცდილობს ხო და ამასობაში ხომ დირექციას აცნობე და ბიძამისი იყო ჩვენი სკოლის დირექტორი. ამ გოგოსი თუ მონადირე? ის კაცო იყო მეორე ბიძა. თელი აი ეს საბჭორო იყო, რაღაც სამსართულიანი შენობა იყო, იქიდან ხალხი გადმოვარდა და ალყა შემოარტყეს ამ სკოლას. ყარებთან ერთი ამბავი და კახა უფრო გამძაფრეს. ბიძამისი ეუბნება დააგდე თოფი, გადი, თორე ამას გიზავ, იმას გიზავ და უკვე გაქცევაზეა საუბარი და უკვე კოცნის ამბავი გადაიდო. და გაათავისუფლა ეს მასწავლებელი და თვითონ გამოვიდა, მაგრამ როგორ იცი, აი ასე ახლოს არ მოხვიდნენ და სტადიონი რო იყო, აქით გამოეკიდნენ, კახაო იქნება ვერ ისვრიო და 1-2 ჰაერში გაისროლე უთხრა ამ გამოცდილმა რა. ეს უფრო ახლოს რო დაეწია, ახლა მე შენიანი ვარ, ნუ გეშინია, არ დათმო, მაგრამ გასინჯო ეს ბავშვი და ბახ გასინჯა და ეგრევე დაახტა ზემოდან ხელები გადაუგრიხეს. დათო, მე ვიცი რომ რაღაც ისეთი კურიოზული ამბავი მოგივიდა ერთხელ ახალგაზრდობა, უფრო ახალგაზრდობაში, ქანდაკებასთან დაკავშირებით არის რაღაცა კარგი კურიოზი და მოგიყევი აბა ვარ შიგნით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჩვენი სახლი დამწვარი არ არის, მეზობლები ცხოვრობთ. ხო და რაღაცა უნდა ვაკეთო. ესე არ შემიძლია ხა მე დალევით და ამით არ ვიყავი დაკავებული და დიდი ჭადრის ხეები ტყეში იყო და მოჭრეს ხალხმა. ვიცოდი რომ ეს მოჭრა ვიღაცებმა და ვიფიქრები, ხო არ წამოვიღო ერთი დიდი მორი და რაღაცა ქანდაკება ხო არ გავაკეთო. ბიჭები შევკრიბე ეს ცხენი, დროგი, თელი ამბები, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა. ხო და ძლიუს ესე იგი 10 ბიჭი რომ ეხმარება და მოვიტანე სახლამდე და ეხლა ყველას უკვეს რა გინდა, რას გააკეთებ. რა ისეთი პერიოდია იქ რომ ხალხი აზრზე არ არის ხა ქანდაკება, სახვითი ხელოვნება კი არა, ხო ხდები როგორი ვითარება და დავაყენე ეს როგორც იქნა. აი ცული ნაჯახი რაღაცეები გავლესე მოვამზადე და ბიჭები 3 თვე უბრახუნებდი ამას და აი გადატყევებული ქონდა ხელი. თან იყო ეს ჭადარი. ნაჯახს რო ურყავდი ეს რკინასავით უკან ხტებოდა, მაგრამ არ დავანებე თავი და უკვე ფორმა რომ მივეცი შიშველი ფიგურა ქალის აი მკერდით და რაღაცეთ და უკვე ხალხმა დაიწყო მოსვლა. ეს რა ნახეს სანახაობა, კაცო მეორე სოფლიდან მოდიან, დაჯდებიან, მიყურებენ. არ მინდა მე მინდა მარტო ვიმუშაო. მიშლიან ხელს. მე რაღაცებს ხუმრობენ, 1000 რაღაცებს ლაპარაკობენ, ეხლა მე დათომ რაღაც უნდა წაუსვასო, მე უნდა გაცოცხლდესო, ჰაი ჰუიო და ერთი მეზობელი ჭკვიანი კაცი ვინჯილია, ქვათი, ხეიცოდა კარგად, აი მაგრად ესმოდა და ამდენი იმუშავეო და ცოდვა ხარო ისო დალპებაო, თუ არ მოხარშავო ამ ხეს. მოხარშო, მაგრამ სადაა ქვაბი? 1.80 ეს ნატურალური სიმაღლეა. 1.80 რომელ ქვაბში ჩავდო, ხო და იქით
ქონიათ ცოტა ერთი 5 სახლის იქით გავიგე 100 ლიტრიანი ყველაზე დიდი იყო ეს ქვაბი და ვითხოვე და მოვიტანე ერთი ურემი ასე ვთქვათ შეშა მომამზადე წინასწარ დავდგი ეს წყლით ავავსე ეს ქალი მოვიტანე ახლოს ჩავდგი დავანთე ცეცხლი და ვერ ჩერდება ეს ქალი ვერ ჩერდება იმიტომ რომ ხო დგას და ხელს რო გავუშვებ წაიქცევა თან უკვე ცეცხლი რო დაინთო ხო ვერ ვდგები კაცო ეს გახურდა ხო და რა ვქნა და გამჭო რაღაცა თოკი გამახსენდა თოკი და კისერზე მოვაბი და დავკიდე და ქვაბში დგას ზუსტად კანისფერია იმ დროს რა როცა ნახევარი გამომშრალია წელს ქვემოთ ჩაეტია და ორთქლი რო წამოვიდა რასანახაობაა იცი ორთქლში რო ჩაჯდა დეტალები არ ჩანს და ზემოთ ეს მკერდი და კისერი და თოკი ჩანს კარგად და ცოტას რო გაიწევი ერთი 20 მეტრო სიშორიდან უკვე ნატურალური ის არის რა ნამდვილი ქალია და იხარშება იქით არის სიდა სოფელი ორი მოხუცი კაცი წამოვიდნენ ველოსიპედებით ანუ კამეჩები გაიხიზნენ ჩემი სახლი უნდა გაიარო სოფელი ოტობაია პიჩორი იქით დიდი მინდვრებია და სავარაუდოდ იქითაა მათი კამეჩები და საძებნიან და წამოვიდნენ ველოსიპედებით მოდიან ერთობიან ლაპარაკობდნენ გაიხედეს ბიჭო რაღაც აი ამ ფარდულის ქვემოთ ამხელა ქვაბი უზარმაზარი იხარშება ის პერიოდი არ არის რომ ქორწილი და რაღაცები იყო და ამხელა ქვაბით რაღაცა იხარშებოდეს და გაუკვირდათ და შეანელეს და აკვირდნენ კარგად და დაინახეს სასწაული ფიქრობს ერთი კაცო ასე მოისვა რაღაცა რა ვნახეო და მეორეს ეკითხება შენც ნახეო არ ეუბნება რა და გაგიჟდა ეს კაცი ამას შეხედა მაგიო შენს ასე იფიქრეო რა იფიქრეო ქალი ეკიდაო და იხარშებოდა მე მომეჩვენა მეგონა და ეს მართალი ყოფილაო და ნუ მოკლედ ააჩქარეს ეს ველოსიპედი და უკვე გაგიდაში გადავიდნენ და მოსახლეობას ეუბნებიან გაიქეცით იმ ოჯახშიო დაჭერილები ყავთო აწამებენო მთელი ხალხი ზოგი ხანაში იყო ზოგი ბოსტანში და გაიხიზნა ხალხი ტყეში ბავშვებიანად და საღამ მომდეს ხედან ტყეში საჭმელი არ აქვს არაფერი მთელი სოფელი იქით მეორე სოფელი თან იქიდან ახლა უკვე სროლები წივილ-კივილი რაღაცები უნდა გაიგონ და არაფერი არ ხდება ასეთი. ახლა აქით მოდიან ესენი დაღამ და საშველი არ არის ეს გზა რო არ გაიარო. და სახში უნდა დაბრუნდნენ აბა მაშინ იხატეხავენ ამბებს აწავიდნენ და იქ დაუწყებენ ძებნას და რო იკითხეს არაფერი არ ყოფილა მსგავსიო არც სროლები იყო არც არაფერი ან ეს ვილისები და რაღაცები მანქანებს არ გაუვლია ბეტერებს ტყუილიაო თქვენ მოგეჩვენათ. всё დარწმუნდნენ რომ მოეჩვენათ. ეხლა მოვიდნენ უკვე ისევ ჩემ სახლთან და უკვე უკან რომ მოდიან ერთი სულიად რომ გაიხედონ. მოტრიალდა ერთი, მოტრიალდა მეორე და აქ ხო 3-4-5 საათი გავიდა მე წელს ხო მოვხარშე. მე მოვატრიალე და ფეხებით დავკიდე. ამას ამოვატრიალე, კაცო და ფეხებით დავკიდე. გაიხედა ამან და ბიჭო მეორე კიდია ფეხებით გაიხედა ამან და ვაიმე და ამათ მაიციან ვისი ოჯახი ვინ ცხოვრობს არა არიცი მაგრამ სავარაუდოდ რომ უთხრეს აქა იქ მოსახვევია რაღაცა კი ბაძაღუების ისა და ფერი არ ქონდათ ენა გადმოგდებულები უკვე ჩვენი სოფლის ცენტრისკენ ვიღაცა რომ ნახეს გააჩერეს ხალხო რა ხდებაო იქ გითხარითო ჭკუაზე არა ვარტო და მე იცინა ვიღაცა ვაი თქვენ პატრონსო იცოდნენ ხო იქ დათოს კანდაკება აქო და იმას ხარშავდაო და თელი სოფელი გახიზნეს ტყეში ძალიან საინტერესო ვასრულებთ დღევანდელ შეხვედრას დიდი მადლობა ბატონ დავითს ჩვენი სტუმრობისთვის და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო რესტორან თეორემას და მის ხელმძღვანელს რომელმაც დღეს გვიმასპინძლა და დაგვითმა ესეთი ლამაზი სივრცე ჩვენი გადაცემისთვის